ავის სათაური დასვენების დროა. ჭეშმარიტების ძიებაში ჩემი სულიერი განვითარების პერიოდის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ვით დამშვიდების ტექნიკა. უფრო სწორად შევიძინე გადაჭარბებული კონტროლის მოდუნების უნარი, როცა ამის გაკეთება უსაფრთხოა. მაშინ, როცა შეგიძლია რამე საქმე გადადო და მისცე შენს თავს იმის ფუფუნება, რომ ცოტა ხანი არაფერზე იფიქრო. ხანდახან ვგრძნობ, რომ ჩემს სულს სჭირდება დასვენება ყველაფრისგან, თუნდაც საკუთარი თავისგან და საკუთარი ყურადღების შესაძლებლობებისგან. ამ ტექნიკამ მომცა საშუალება ნამდვილი დასვენების შეგრძნებისა, გონების დამშვიდებისა და ჩემი დანაგვიანებული სივრცის გაწმენდისა, ახალი შესაძლებლობების დანახვისა და რესტარტის, ერთგვარი გადატვირთვის უნარი. ამას შეიძლება მედიტაცია დავარქვათ და ამ მედიტაციაში ყველაზე მთავარია მოლოდინის შეგრძნების ემოციას ყურადღება არ მივაქციოთ. თუ ამ დროს დაწოლის საშუალება მაქვს ვწვევი, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება ხალხმრავლობაშიც შემიძლია წამიერად, იმიტომ რომ უკვე კარგად გავწვრთენი ჩემი თავი. თუმცა როცა ირგვლივ ბევრი ხალხია ან ცოტა დრო მაქვს, ამას სხვებისთვის შეუმჩნევლად ვაკეთებ. ამ შემთხვევაში კი არ ვწვევი, წამიერად თვალებ დახუჭული ვცდილობ გავნთავისუფლდე ყველაფრისგან, რაც ჩემს სახელს და ჩემს პიროვნებას უკავშირდება. რაღაც დროის განმავლობაში ვივიწყებ ვინ ვარ, რისკენ ვისწრაფვი და იმასაც კი, რომ მე ადამიანის სხეულში დავიბადე. ვცდილობ წარმოვიდგინო, რომ არასოდეს დავბადებულ ვარ და არც მოგონებები მაქვს დედამიწასთან დაკავშირებით. ესე იგი, ჩემთვის აღარც არანაირი პრობლემა და საზრუნავი არსებობს, რადგან მე რომ არ დავბადებულიყავი, არ მექნებოდა სურვილი ელემენტარულად მეჭამა, კარგი სამსახური მეპოვა, სახლი მეყიდა, ჩემი ვალები გადამეხადა, ან ეს წიგნი დამეწერა სამყაროს გადარჩენის სურვილით. წარმოსახვით ამ ყველაფერს მშვიდად ვტოვებ და საკუთარი ყურადღების მიღმაც კი გადავდივარ. მე ვტოვებ ყველაფერს, რაც კი ოდესმე მომისმენია, მიგრძნია ან მინახავს. ამ დროს ჩემს თავში თუ სულში ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს და ვგრძნობ იმას, რასაც თავისუფლებას ვუწოდებ. თუმცა ამის მიუხედავად სიტყვა თავისუფლება ჩემს ფიქრებში არ ისმის. ჩემს წარმოსახვაში მოგონებებთან ან თუნდაც ფანტაზიებთან დაკავშირებული ნებისმიერი კადრი ქრება. ამას გარდა ყურადღებას არ ვაქცევ სხეულიდან მომდინარე და გარშემო ხმაურს. ბგერები და შეგრძნებები ისევე როგორც სიტყვები ჩემს ფიქრებში ასოცირდება გამოცდილებასთან, მოგონებასთან და წარმოდგენებთან. ამიტომ მათ ვაცნობიერებ, მაგრამ არც ერთ ფიქრს და გრძნობას ჩემი ყურადღების ენერგიით არ ვეჯაჭვები.
უბრალოდ ვაცნობიერებ, რომ ერთ ფიქრს სხვა შესაფერისი ფიქრი მოყვება თემის განსავითარებლად. რომ არ დავბადებულიყავი, ხომ არ მეცოდინებოდა, როგორ გამერჩია ასოები ერთმანეთისგან და წამეკითხა სიტყვები მათი შინაარსის გაცნობიერებით. მე ვთავისუფლდები არა მხოლოდ წინადადებებისა და კითხვებისგან ჩემს ფიქრებში, არამედ ყველაფრისგან, რაც ჩემს აზრებს ქმნის, გამოცდილება, გრძნობები, წარმოსახვა, რაღაცის წარმოდგენის უნარი, ჩვევები, წინადადებები, სიტყვები და რა თქმა უნდა ასოები, რომლებიც ქმნიან ამ სიტყვებს. სანამ ამას ვაკეთებ, მესმის, რომ არ მაქვს შიშის საფუძველი, რომ შევცვალო რაიმე, შევქმნა, გავანადგურო, ავაშენო, გავაკონტროლო, ვიპოვო ან დავკარგო. ამ დროს მე ნამდვილად ვმსუბუქდები. არ ვხტუნაობ სიხარულისგან და არ ვტირი მოწყენილობის ან სევდის გამო. ეს ყველაფერი გადატვირთვას გავს. თითქოს გენერალურ დალაგებას ვაკეთებ ჩემს თავში, სულში და ასე შემდეგ. ვგრძნობ, რომ მოვდუნდი, არა მარტო სხეულით, არამედ სულიერადაც. არავის არსაით მივყავარ, არავინ მაჩქარებს, არავინ და არაფერი მაკავებს. ვგრძნობ იმას, რასაც ხალხი ჰარმონიას ეძახის, მაგრამ ეს სიტყვაც კი არ იპყრობს ჩემს ყურადღებას. ამ ტექნიკაში სიცოცხლის შავი და თეთრი ზოლები უმნიშვნელო ხდება.